სახელით მამისა და დათისა და სულისა წმინდისა და ჩვენთან არის. ყველას მოგესალმებით და გილოცავთ დღეს თორსა კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რომ დამბედიდები და ჩვენი ხსნელი და მაცხოვარი იესო ქრისტე, ვინც ჩვენთვის, ჩვენი წოდებისთვის ამ ქვეყნად მოვიდა, გაგვიტოვა თავისი სწავლება და შემდეგ ჯვარს ეცვა აქ გადაამართლა. ამაღლების შემდეგ აღდგომიდან 50 დღეს მან დაგვიტოვა ასევე ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი, რომელიც ყველა ჩვენგანის არის, ეს არის ეკლესია. ეკლესიის დაბადების დღე სწორედ სულთმოქმედობის დღესასწაულს უკავშირდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი უძველესი მეხსიერება, ჩვენი წინამამების ტრადიცია ამას გვეუბნება. დღევანდელ დღეს ეკლესია კითხულობს ლუკას სახარებაში იმ მონაკვეთს, სადაც იესო ასე იგავს ხდება. ეს არის მეზოერის და ფარისეულის იგავი. მე ვიცი, ვფიქრობ, რომ ყველა თქვენგანისთვის ეს იგავი არის ძალიან ცნობილი და შეიძლება იკითხოთ კიდეც, რომ გასაჭიროა ყოველ წელიწადში დაიგივეს განმეორება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ თქვენთვის არის, ათევდებულებისთვის, არამედ ეს ასევე ეს პერიოდი ეხება მოუნათლავებს, კათალიკელებს, როგორც ჩვენ ძველ ქართულში ვეძახით, ნეოფიტებს ბერძნულად. თუმცა ვიდრე აი ამ საკითხს შევეხებოდem, სურს მოკლედ ავწეროთ ამ ორივე პიროვნების მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, გადიხართ ეკლესიაში, შედიხართ ეკლესიაში და იქ ხდებათ ადამიანი, რომელიც თავისის უკან ცდილობს და თქვენ დგებთ წინ და ასევე თქვენ ცდილობთ. ანუ მეზოე და ფარისეველი ორივე ერთად მიდიან ეკლესიაში. და ფარისეულის სიტყვები არის, რომ მადლობა ღმერთო იმისათვის, რაც შენ მომეცი. არის ამაში რამე შეცდომა? არ არის. მადლობა ბერძნულად არის ევქარისტია, ევქარისტია ეს არის ზიარება. ანუ პრაქტიკულად ისინი ღმერთს უკვე ეზიარებენ, განადიდებენ მას და ურთიერთობენ მასთან. ამაში ვფიქრობ, რომ არაფერი დანაშაული არ არის. სხვა შემთხვევაში ჩვენი ღვთის დანაშაული იქნება. მაგრამ ის ურთიერთობს არა ღმერთთან, არამედ საკუთარ თავთან. და აქ არის უკვე აქ ჩნდება უკვე სრულიად სხვა გაგება, ასე ვთქვათ, ლოცვის. ანუ ერთის მხრივ ის ღმერთს მადლობს, მაგრამ მეორეს მხრივ აღწერს ყველა იმ მორალურ წარმატებას, იმ სულიერ წარმატებას, რაც მას აქვს. რომ ის კვირაში ორჯერ მართლობს, იუდეველები მართლობდნენ სამშაბათს და ხუთშაბათს, ქრისტიანებმა ალბათ არ გააგრძელეს ეს ტრადიცია და ის ხუთშაბათი და პარასკევი, მაგრამ ტრადიციულად ჯერ კიდევ არსებობდა იუდაურ რელიგიაში სამშაბათს და ხუთშაბათს მართვა. ასევე ის ხელს არ აპყრობს წინ დაგება ტაძარში. ჩვენც გვაქვს ეს იუდაური ტრადიცია ქრისტიანებს, როდესაც მღვდელი წირის დაწყების წინ ხელაპყრობილი ლოცულობს მეუღლეს ესათანოს და ასევე ყველა მნიშვნელოვან მომენტში, სულიწმის გარდამოსვლის და ასე შემდეგ, ასევე მსახურების დასრულებისას მღვდელი ისევ ხელს არ აპყრობს. ეს არ არის ქრისტიანების სასწრაფოდ შექმნილი რაღაც რიტუალური მოვლენა, არამედ მას თავისი ფესი აქვს იუდაურ ტრადიციაში. ეს ფარისეველი ამ ტრადიციის ერთგულია და იგივე საკითხებს. და ის არა მარტო ლოცულობს მერთან, არამედ განკითხვაში არის, ანუ ერთის მხრივ მიიწერს ყველა იმ წარმატებას, რაც მას აქვს და მეორეს მხრივ ამბობს, რომ არ ვარ ისეთი, როგორც სხვები არიან. აი თუმცა ეს მეზოე, რომელიც საიცოლიებია. და ეს მეზოე დგას უკან სადღაც. აი როგორც აი დავითი ახლა უკან დგას, თავისის და ლოცულობს, ხო? და აქ მღვდელი წინ დგას და ხელაპყრობილი ლოცულობს. ახლა რო დავაწყოთ დავითის აზრიდან, შეიძლება დავსვათ კითხვა, თუ ისში იყო მეტად ღმერთი. თუმცა ეს კითხვა უკვე არის არასწორი, რადგან ჩვენ მორალიზმის და მორალის რელიგია არ ვართ, ამას ხშირად ვამბობ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენსად გახარ, ღმერთი ყველგან მოგწევდა და ღმერთი ყველგან ურთიერთობს შენთან. ეს არის აქ საინტერესო. არა ის, რომ რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახლში დავჭერთ და წიროზე არ მოვიდეთ, მაგრამ თუ ვდგავართ ეკლესიაში, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვედით აქ მასთან საურთიერთობოდ და არასოდეს განსაკუთრებით. ანუ მადლობა ევქარისტიას მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ არასწორი მიდგომა შემდეგ საკითხების და განსაკუთრებით ეს მორალი, ასე ვთქვათ, რომელიც მას აწუხებს ამ ფარისეველს, რომ ის წმინდა ცხოვრობს, სუფთა ცხოვრობს, ღმერთისთვის არ ყოფილა საინტერესო და საჩინო, არამედ ღმერთს სურს, ასე ვთქვათ, გული შემოსული და სული შემოსული. აი ეს არის ის, რაზეც საუბრობს იესო ქრისტე, რის გამოც გამართლდება ის მეზვერე, რომელმაც გაიაზრა თავისი ცოდვები და აი ამ გააზრებულ ცოდვებში შემდეგ წარმოთქმულ წინადადებაში ღმერთო მილქინე მეცოდვილს ამას
დაიბადა აღმოსავლეთში მართლმადიდებლურ ეკლესიაში დიდი ტრადიცია იესოს ლოცვის. უფალო იესო ქრისტეზე ღვთისაუშენი წყალენად ცოდვილი. ამის ფესვი ასე ვთქვათ არის სწორედ აი ამ არა ფარისევლობაში, არამედ ცოდვილის მეზვერის ასე ვთქვათ მდგომარეობაში, რომ ის მას სხვა აღარაფერი დაჩენია. მისი ბოლო ამოსუნთქვა არის იესო ქრისტე და ეს არის საინტერესო მის პიროვნებაში. საინტერესოა ის, რომ შემდეგ 19 თავში ლუკას ახარებს, რომელიც ჩვენ ორი კვირის წინ წავიკითხეთ აქ, ეს მეზვერე შეიძლება არ არის პიროვნად ის, მაგრამ მეზვერი ასევე ხდება იესოს ლეგვის ხიდან. გახსოვთ ზაქეს მაგალითად. ანუ ზაქე ფაქტიურად უკვე ერთი ნაბიჯით წინ მიდის ვიდრე ეს მეზვერე. ჩვენ არ ვიცით ამ მეზვერის შემთხვევაში რა მოხდა. ამაზე მახარებელი აღარაფერს ამბობს, მაგრამ 19 თავში გრძელდება მეზვერის ასე ვთქვათ ისტორია, მაგრამ არა ამ პიროვნების, არამედ ზოგადად თემატურად გრძელდება ეს ისტორია და იქ უკვე შეხვედრა ხდება იესოსა და ზაქესი, რომელიც ასევე მეზვერეა. და შემდეგ კვირას არის უძღებიშვილის კვირა და ეს ფაქტიურად უკვე დასრულება იმ ასე ვთქვათ კომპოზიციის, რაზეც იესოს სურს, რომ ჩვენ აღდგომის წინაპირობებში ველაპარაკოს, რომ მამის შვილი, რომელსაც სურს ყველაფერი კონდეს, მიიღებს თავის წილს, წავა, განაბნევს ამ ყველაფერს, უაზროდ იცხოვრებს, სოდებში იცხოვრებს, მაგრამ გაიაზრებს, რომ ეს არ არის ის სამქვეყნიური სიამოვნება არ არის ყველაფერი და ის მოტრიალდება მამასთან. ანუ უძღებიშვილის იგავი გავსვათ, ხო? ამ უძღებიშვილის იგავში ჩვენ ზუსტად გვესმის ებრაული სიტყვა, რაზეც მე ამის ვისაუბრე, არა მეტანოია გონების ცვლილება, გონების ცვლილება მარტო საკმარისი არ არის. არამედ უძღებიშვილობა, ფიზიკურად მიუბრუნდე უკან მამას. ამას გვაჩვენებს იესო ამ იგავით და ამ ფიზიკურ მიბრუნებაში ებრაული ამბობს ებრაული სიტყვა შულ. და ეს არის არა მეტანოია, მხოლოდ გონების ცვლილება, არამედ ფიზიკური შემოტრიალება ისევ მამის წინაშე. და რატომ ეს ყველაფერი აღდგომის წინაპირობებში? შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რა საჭიროა ეს? ეს არის არა მარტო ჩვენთვის, ასევე ჩვენთვისაც არის, მაგრამ უძველესი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით ნათლობა ძირითადად ადამიანის მონათლა ხდებოდა აღდგომის დღესასწაულზე. და ვიდრე პიროვნება მოინათლება, მას სჭირდება განსწავლა ამ მოძღვრებაში, თუ რა არის ეს რელიგია. და ამ მოძღვრებით განსწავლაში ეკლესიას ჰქონდა არა მარტო კატეხიზატორული სკოლები, აი დღეს შეგვიძლია ჩვენ ამ კატეხიზმოს ჩავანაცვლოთ ინსტრუქცია, ანუ ინსტრუქციული მიმართულება ჰქონდა ასე ვთქვათ ეკლესიას, არა მხოლოდ სკოლები, სადაც ეკლესიასთან არსებული, არამედ თავად ლიტურგიაში უკვე ჩადო ეკლესიამ ეს ასე ვთქვათ იგავები და შინაარსები, რომლითაც პიროვნება ფაქტიურად მერს უბრუნდება ნათლობის საშუალებით. ემზადება ეს არის ნეოფიტი, ანუ კათეკმეები, რომელიც ემზადება ნათლობისათვის. სამწუხაროდ ეს ტრადიცია ეს სკოლა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენმა წმინდა სინოდმა ამაზე რამდენიმე წლის წინ სერიოზულად იმჯერა და თქვენს რომ ეს უნდა გაკეთდეს საკვირაო სკოლები და კატეხიზატორული სკოლები, მაგრამ რაღაც მასობრივი სახე უფრო სხვა რამეს აქვს ვიდრე კატეხიზატორული სკოლებს. და რეალურად რა ვსგებულობთ, ვინც არ განისწავლება და არ შემოდის ეკლესიაში როგორც უკვე მომზადებული რომ იცოდეს რა არის ეს ეკლესია, რა არის მისი რწმენა და რელიგია, ჩვენ ვგებულობთ ახალ წარმართობას. ჩვენ სახეზე გვაქვს ეკლესიაში უკვე წარმართობა, რადგან ეს ხალხი, რომლებიც ავტომატურად ინათლებიან, რა თქმა უნდა, ნათლობის საიდუმლო ვალიდურია, მაგრამ შინაარსს გამოცდილი არის პიროვნება და დგას და არის ის, ან საერთოდ არ მოდის ეკლესიაში, მაგრამ ნათლობებულია და ეს საკმარისია, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ვართ ქართველები და მარშალსა და მართლმადიდებლები ავტომატურად. ამან ვერ იმუშავა, ვერ გაამართლა ამ ლოზუნგმა სამწუხაროდ და უნდა მოხდეს ამ ლოზუნგის გასწორება, ასე დაკორექტირება, რადგან არ არის საკმარისი, რომ შენ გენეტიკურად ხარ ქართველი და ავტომატურად ხარ მართლმადიდებელი. ეკლესია ამისთვის სპეციალურად მუშაობდა, როგორც იმ კატეხიზატორულ სკოლებში, ასევე ლიტურგიულად. აი ხედავთ, რომ ეს ზაქეს მაგალითად კვირა ხო ის საკითხავი მეზვერის და ფარისევლის უძღებიშვილის ეს ყველაფერი არის მათთვის, რომ განსწავლულიყო. რა არის თავარი მესიჯი, თავარი უწყება ამ ასე საკვირაო სახარებების შინაარსის აღდგომის პერიოდში. თავარი შინაარსი არის ადამიანის ისე უკან მიბრუნება ღმერთთან, ღმერთში ასე თავიდან საკუთარი თავის რესტავრაცია, ანუ განახლება. ეს არის თავარი. ჩვენ რომ აქ ვართ, ეს არ არის მხოლოდ რიტუალი, არამედ ჩვენ ამით ვეუბნებით ღმერთს, რომ ჩვენ ვართ იმ ჩანაფიქრში, რომელიც ჩვენ გადაწყვეტა და განიზრახე ადამიანის შექმნის დროს. ფაქტიურად ჩვენ ამას შეგვიძლია ყველაფერს ერთ სიტყვა უწოდოთ, რაც ქართულში უკვე გამოყენებული არის წმინდა ელია მართლის მიერ, მაგრამ მე მინდა ეს ახლა გადმოვიტანო სახელმწიფო დისკურსში ხით ჩატეხილობის საკითხი პრობლემა. თავებათა შორის რაც დღეს ვიცით ამის ისტორია, მაგრამ სწორედაც რომ ეს საკვირაო ასე ვთქვათ უწყება ამ სახარებების და ზოგადად ეს ინსტრუქცია მოძღვრებითი ხასიათის რომ შევიდეთ ამ სწავლებაში,
სხვა არაფერს ამზადებს თუ არა მოხდეს ისევ მამასა და შვილის შორის ურთიერთობის აღდგენა. ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის ხიდჩატეხილობის საკითხი ისევ გასწორდეს და ადამიანი დაუბრუნდეს, ასე ვთქვათ, ღმერთს. ეს არის მთავარი უწყება, რაც სურს დღეს ეკლესიას, რომ გვითხრას ჩვენ, არა მარტო თქვენ, არამაც ასევე ჩვენ სასულიერო პირებს. ხდება ხოლმე ისე, რომ თითქოს ვინმე რამის რომ მივახსენებთ, იქ მთავრდება ჩვენი განვითარება, რეალურად კი უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ასევე სასულიერო პირებს ჩვენდამი, უფრო მეტი შრომა და მუშაობა, რომ ერთობლივად, ასე ვთქვათ, წარუმატოთ და ერთობლივად, ასე ვთქვათ, მოვაბაროთ ის ხიდჩატეხილობის პრობლემა, რაც ღმერთსა და ადამიანს შორის არის და არა მხოლოდ თაობათა შორის. თავად ეს თუ არის, თუ ადამიანი ამ პრობლემას მოაგვარებს, ღმერთთან ურთიერთობის ამ ხიდჩატეხილობას, ასე ვთქვათ, განაახლებს, მაშინ უკვე თაობათა შორის საკითხის გაერკვევა, რადგან ჩვენ ერთი ფესი გვაქვს, ერთი ხაზი გვაქვს და თუ ამ ხაზის ამ ფესის ერთგულებით დავჩებით, მაშინ რეალურ დღევანდელობასაც შევქმნით და უკეთეს მომავალს. აი ეს ვსურდა დღეს რომ მეთქვა თქვენთვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს ასე ფერისვალებას. ადოპციონ ქართულში ავიცი აყვანა ალბათ, ანუ ნათლობის საიდუმლო არის პირველი, როცა ღმერთს ავყავთ ჩვენ როგორც საკუთარი შვილები, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. და შემდეგ არსებობს ფერისვალება, ხო? და ეს ფერისვალება რომ მოხდეს ამ ნათლობას და ფერისვალებას შორის არსებობს ეს ინსტრუქცია, რომელსაც ეკლესია გვეუბნება. და მინდა იცოდეთ, რომ ეს არის შემოწმებული, გამოცდილი, გონებრივად ცხოვრების წესით, რომ არ დაეჭდეთ, ხანდახან ჩემშიც არსებობს ფიქრი, რომ კი არსებობს მართლა ეს ყველაფერი რეალობაა. არ შეგეშინდით ამის, ეს ფიქრი ყველაში არის. სწორედ მსგავსმა ფიქრებმა შექმნა ასევე მისტიკური ღვთისმეტყველება. სადაც ასე ვთქვათ, დიდი პიროვნებები ყავს ჩვენ მანათობლები, რომლებსაც მსგავსი კრიზისები ჰქონდათ რწმენის, მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდილია პიროვნების ცხოვრების შუქზე. ცოდნა არ არის მარტო რაღაც კითხვა, არამედ ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილების ასე ვთქვათ პროდუქტი. და შესაბამისად, ეკლესიას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს აღმოსავლეთში, გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი სკოლები ამის შუა საუკუნეებში, სირიული, ბერძნული, შემდგომ სლავურიც და დასავლეთში, რა თქმა უნდა, ლათინური პირველ ათასწლეულში და ამათი უკან დაბრუნება, ამათი გაცნობა იქნებოდა საინტერესო ჩვენთვის, რომ უფრო უკეთესად დავინახოთ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია და ჩვენი როლი. გაძლიერდით და გაიხარეთ. ამით თქვენ